მოვედი. ჩიტა. ვინც არ მიცნობთ, მე ვარ იუთუბერი, ვარ ოთარიუსი, ვიღებ გეიმინგ ვიდეოებს ჩემს მეგობრებთან ერთად და გადავწყვიტე რომ გადამეღო ახალი ტიპის ვიდეო და ამიტვისაც ჩემს YouTube არხზე. დღეს არ იქნება არც გეიმინგ ვიდეო, არც let's play და არც არაფერი მაგის მსგავსი. დღეს იქნება ვლოგი და დღეს გვექნება ექსკურსია. გავემგზავრებით შიდა ქართლში, მოვინახულობთ მის ღირსშესანიშნაობებს, სანახაობებს, გავეცნობთ მათ ისტორიებს და მოკლედ დღევანდელი ვიდეო იქნება ასე ვთქვათ ინფორმაციული თქვენთვის, სახალისო ასევე და მხიარული. გავემგზავრებით უკვე შიდა ქართლის მიმართულებით, ეს არის წინა დღე. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააშტურეთ ძალესხილაკი და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ უკვე ექსკურსიის დღეს. აბა ნახვამდის და შეხვედრამდე. გულის ფეთქვა, ცხელი სისხლი, ფესვი მარადიული და ძირი მყარი. აქ არის ფრთები ისტორიული სილამაზისა, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო. უყურებ მის მშვენიერებას და გრძნობ, რომ ხარ ამაყი. ჩერდები საოცრების წიაღში და გეფერება წარსულიდან მონაქროლი მომავლის იმედი. ის ლამაზია წელიწადის ყველა დროს. მას უყვარს სტუმარი და ბედნიერია როცა ეფერები. სავანე უდიდესი ადამიანებისა. დინჯად გიამბობს მისი ბუნება ქარტეხილებზე და სიმამაცეზე. განძი სიმართლისა და სიკეთისა, ბურჯი და ფესვმაგარი, საგანძურად გჩუქნის მის გაუტეხელი სულის სილაღეს. მიწაწყალი, ჩქეფარე სისხლძარღვი. ტაძრები და უძველესი ქალაქები სათნომზერით გივსებენ ბედნიერების ფიალას. მიდიხარ უძირო სამყაროში და ხედავ წარსულისა და აწყოს საოცარ დილიას. ერთ სხეულში, ერთ არსში. ღვთით კურთხეულ მშვენიერებით შერწყმულს. გესხმება ფრთები და ხდები გულ ქართლი. დიახ, ეს შიდა ქართლია, საქართველოს ულამაზესი კუთხე. აგერა ეს შემოგმომა შემოგზავნილი ეს ზარალიბოში, ზარალებოში. ეს გამო აგერა საძის ბოში შეხედე, საძის. დავიძარით თერჯოლიდან იმ ნაპირას ნავია. ჩემგან გამოგზავნილი მოკლედ დავიძარით თერჯოლიდან და ვიყვებით ქარელში, რაცხა არ გავს ქარელს, იმიტომ რომ ხალხია იმნაირი ამას გავს, ამნაირები არიან. კეთ მეგობრებო, ჩვენ ვიყოფებით ახლა სადღაც არ ვიცით სად, მაგრამ მაღაზია არის ვხედავ. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, იმიტომ რომ ჩვენ წინ არის აგერ რესტორანი ბატეთი აწერია და ჩვენ დღეს უნდა ვნახოთ ბატეთის ტბა და ალბათ სადმე ბატეთის ტბასთან ახლოს ვარ, იმიტომ რომ აგერ რესტორანი ბატეთი და Gangsta gahda, uğresi dva, aershi gaibanda Ragasa brialebda tan sarkadrulos Sota mochetse sieri dalshi მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მივდივართ ზამასხევაში, მაგრამ ამჯერად სად ვიყოფებით არ ვიცით. მაგრამ იმედი გვაქვს მალე მივაწყოთ. დიახ, ჩვენ ახლა წამოსვლები ვართ აქ, ზოგი სპორტსმენები, ზოგი ათოსნები, ზოგი ასე შემდეგ.
ტელეფონს გადავცემ ტელეფონს გადავცემ მეიცა ვერ გევიგე ტელეფონს გადავცემ ჩემს ესე იგი მოკლედ და კონკრეტულად გადავიღოთ ცოტა ხანში ტელეფონს გადავცემ ისეთ ადამიანს ხო, ტელეფონს არ გადავცემთ, მიკროფონს გადავცემთ. კაი, მიკროფონს გადავცემთ ისეთ ადამიანს, რომელიც ტლიკინობს თავიდან და საქმეზე რომ იდგება, არაფრის თავი არ აქვს. ტელეფონს გადავცემ ყველაზე მეტი ჭორიკანა ადამიანს. არ მაინტერესებს. ტელეფონს გადავცემ კლასში ყველაზე ქურდ ბიჭს და ყველაზე იზვინ ბიჭს. იზვინი გადაუყე იმას ბიჭს. ავარჯობოთ. რაჯანდაბო. ტელეფონს გადავცემ კლასში ყველაზე მძინარას და მოღონებულ ბავშვს. მე წუხილას. მე ტელეფონს გადავცემ კლასში შემოპარულს. ნიგას. ვაუ, როგორი კონკრეტული მასალა ნიკასო. გამარჯობა. მიკროფონს გადავცემ ყველა საუკეთესო კლასის საუკეთესო დამრიგებელს. აფირისტობას არ ეკნეს ადგილი. არა, მას როგორ გეკადრება? ჩვენი საუკეთესო დირექტორი წინზის. დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა მივედით ჩვენს პირველ დანიშნულების ადგილას, ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი იყო ერთ-ერთი მონასტერი, რომელსაც ჰქვია ყინტვისის მონასტერი მამა ნაომი, რომელზედაც მოგიყვებით საინტერესო ფაქტებს და გავეცნობით მის ისტორიას. ყინტვისის ეკლესია აიგო მე-12-13 საუკუნეებში, მაშინ, როდესაც თამარი მეფობდა საქართველოში, ანუ ოქროს ხანაში. ამ ეკლესიას შეარქვეს ძალიან ბევრი სახელი. ქართლის გული, ტყეში ჩამალული ერთი ადგილი, სადაც შეგიძლია იპოვოს შენი თავი. მართლაც, ეს ეკლესია ამართლებს ამ სახელებს. ყინტვისის ეკლესია ასევე ცნობილია თავისი ფრესკებით, თავისი სილამაზით და არაჩვეულებრივობით. ერთ-ერთი ფრესკა კი ასეთია, რომელზედაც გამოსახული არის სამი მეფე: თამარ მეფე, ლაშა გიორგი და გიორგი მესამე. სამი მეფე ერთ ფრესკაზე. წარმოიდგინეთ. ასევე არის ფრესკა, რომელზედაც გამოსახული არის ყინტვისის ანგელოზი, რომელზედაც იტყვიან ხოლმე: ის გიყურებს სიჩუმით, გელაპარაკება ამ სიჩუმითო და ამ სიჩუმეში კი საქართველოს ცხოვრობსო. ცოტა ფოტოებიც გადავიღეთ და მერე კი წამოვედით უკვე დავიძარით ამ ეკლესიიდან. გადავიხე წინოლოგი, არ იყო კარგად შეერთებული, ბზო რაღაცას ისახდა და გოპრება ეხა ძახე არის ნახეთ. ხო და მე რომ ხედავენ ესე მიკროფონით. გიჟი ვეკოდები ვეც. ანუ ლაპარაკი განა ლაპარაკი მიხარი ახალ ხო აი ეს მიკროფონი რომ მიჭირავს ხელში მაგ მიხარია იმიტომ რომ ინტერვიუებზე როცა ხედავდი ხალხს ესეთი მიკროფონებით მე ძალიან მიდოდა რომ ხელი მომეკიდა ამ მიკროფონზე და ახლა მომეცა იმ საშუალება რომ მიკროფონში ვილაპარაკო კიდეც ხო ამის შემდეგ კი უკვე დავიძარით ეკლესიიდან, სულ ყველას ძალიან გვშიოდა და ვეძებდით ისეთ ადგილს, სადაც გავშლიდით სუფრას, დავშდებოდით და შევჭამდით. ვიპოვეთ ესეთი ადგილიც და აქვე ასევე იყო გასართობის საშუალებაც. შეგეძლოთ ამჟღავრიყავი კვადროციკლზე და ასევე ცხენზე. ჩვენი კლასელი დაждდა ცხენზე და იმის მერე შევარქვით თარეშა. და ასევე ბაშიაჩუკი. Adriana da nacer, Çenin vareo, Şevra da gristemle, Dikes gitsemo gemle, Dikemo tansam vareo, Şevra da gristemle, Dikes gitsemo gemle, Dikemo tansam vareo. მოკლედ ახლა დავიბანეთ კი არა და ვჭამეთ, კარგად გამივიბეს თქვენ
დენება ენა კვადროციკლებზე ვიყავით ცხენებზე იჯდა სანაზე ჩატეხა ცხენი ხოდა რა ვიცი კარგად გავიერთეთ ახლა მივდივართ რა ვიცი სულ დავბოდიალოთ აქ ეგეთ სამივდივართ აზიარვართ მაგრამ რომ მივალთ დაგიბრუნდეთ ხანდახან არის ადგილები სადაც იწვიმე ყველაფერს ამობს სადაც ჰაერის ტკილოცვას გავს ეს არის ორთუბნის დედათა მონასტერი ძამას ხეობის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო თითქოს დროისთვის შეუმჩნეველი კუთხე მონასტერი მე-12-13 საუკუნეებში აიგო ამბობენ რომ მისი მშენებლობა ციციშვილების გვარს უკავშირდება ეს ადგილი ერთდროულად იყო სულიერი თავშესაფარი ციხე ნაგებობა და სალოცავი სულიერი სიმშვიდესთვის ორთუბნის დედათა მონასტერი უბრალოდ შედევრია გამოირჩევა არქიტექტურით მცენარეებით და სალოცავი კუთხეებით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრადიცია რაც გვხვდება არის სურვილების დაწერა ადამიანები წერენ თავიანთ ყველაზე ფურცლ სურვილებს პატარა ფურცლებზე და ხატების უკან ათავსებენ ეს არ არის უბრალოდ წერილი ეს არის საუბარი ღმერთთან ხალხს ჯეროდა და დღესაც ჯერა რომ აქ დატოვებული სიტყვები არ იკარგება ისინი აქ რჩებიან ხატთან აქ საოცნაური ტრადიციაც არსებობს ამ ეზოში დარგულ ხეებს არ უნდა შეეხო ამბობენ რომ ეს ხეები საუკუნეების განმავლობაში ადამიანების ფლობსებს იღებდნენ ხეების ტოტებში ჩარჩენილია ძველი სურვილები, იმედები და მადლობები. შეხება კი თითქოს ამ სიმშვიდეს არღვევს. ზოგიერთები ამბობენ, ამ ხეებს საკუთარი სული აქვთ. ორთუბანი არ არის მხოლოდ მონასტერი, ეს არის ადგილი, სადაც დრო ჩერდება, სადაც სიტყვებს აღარ ეძებ, უბრალოდ უსმენ. და როცა აქედან წახვალ, შეამჩნევ, რომ რაღაც აქ დატოვე. წავედით ორი რასმით ერთი დელიკატი მეორე კოლხოზნიკით გევადანა მივდივართ ტბაზე მესამე რაზმი მანანა მასწავლებელი და იდე ნანა მასწავლებელი და დირექტორი კი ბატონო მანქანა არ გეცოდება აუ დელიკამო რა დახანდებია? პერეტებს გავაკეთებ. მაილესანი. კაი. გადასავალი, ასეთარი გაჩები. ალისასა, მალისასა. ეს არის ძნაო ადრენალინი. სამი რაზმი, ერთი დელიკა, მეორე უაზი, მესამე Nissan Pathfinder. ვახ. Pathfinders გაუჭირდება. Ура, ხმები ის. აუ, მე ნავჩა. აბა ჩუჩეთ. თა მიაჭირა. ვაიმე. კაი ხოჯიგა. პიჩუ. ვაიმე. ვაიმე რაიცახი. ვაიმე. ეს შენი ჭირი. საკათით გავხედე. აი. აა Pathfinder-ი. Ey, ya da gaçedi. Maşutka. Asya. Çok çevadi. İdi vakti olsaydı. Asya, don't do that. Ara, კაი გამოსილება, ადრენალინი, დოპამინი, რა ვიცი, ყველაფერი ვაიდეთ. კაი გამოსილება. ადრენალინის მოყვარულია. აქ მიჭობას არ გვეშენია განავა საკაი გზაზე მოდივარ ასეთი გზები ჩვენთვის არ არის ახალი საბა რატო ხარ ეგრეთ ყნარად რა იყო ხო არ განუტევე აუ ისინი ოუ რა აღმართი აკე დავай ბოლომდე ოპა Tadio. Facciamo di fare, si sa.
თავსი. აუ, ჩავიდეს რა. შეხი. სადგინდა ხაწახვიდე. აუ, წინ შენ. ბიჭო, იმან რა დაზადნა უკვე. გაწყალია. წინ შემოხვდა მანქანა. არ დაიბნა დელიკა, უკან დახია. ამის მერერო რაც ხა სედანს ეყიდე ბაჯი ბუჯა მანქანა. ამას მაგარი მანქანა ხო? აგერა. ფორდი, აუ, ისინი თავზე არიან ვაფშე. თანდენ. ჯარისი Ford F150. აუ. ესეც დელიკა. არ მაქვს სურვილი. აუ მე კი. მანქანა მშვიდად გზილა. აუ. მოდის. კიდე მოდისო? მოდის რა ამბავია? გადაკეთებულია, გადაჭრილი ყავს. ვაი. ამას პიაბა. ასე პირდაპირ თუ ავაჭრით, ავამატებ კიდე 30 ლარი. შესავდი ვარ ჩემ ხარ. ოუ, რა გაფუჭებული გზაა, მართლა. ოთარი ჩემი სკუტერი აუ. რა სკუტერი, ბიჭო, რა სკუტერი? სკუტერი დაფხარ რა, მე გული შეხოლა გარტი მაგარ და გარ სკუტერი. დეკიდა. Picho, miatina. Balante, douketa, khiti douketa. Delicada mshidova kasada. Ay balante. რა თავი ვიჯო იმხელა ჭერია ხა თავი რა ფერმია აგენ მოაქვს ამას იმხელა პეისა მათემატიკის ცავსია და გატეხა პლატონი თავია იმხელა მონტეროსპა რა მაგრა ყავს გაკეთებული მანქანები შიტაკებიდო დაუნზრალი თა თანსო ჭიროსა აუ ჩვენ გვათხანავთ ბიჭო მანანა დაიკენ არ მოდიე ნუ კაცელა მოგვასწარი ჩვენ ამოვასწარე ჩვენ გაიხერეთ ისინი უნდა გვითხოვდეს ჩვენ აღმართში მიდიო ესეთ მართალია კეთვა არ უნდა ავიდეთ დავის ვარიანტი მასია იგი უნდა გვითხოვდეს მაგრამ იმას ვალა გასასწრელი არა ჩვენ დავხერთ და იგა დიდი გზაა აგერ კაცო ამას შეხედე აქ მანქანა გევიდა თუ ტანგი რა მეტყვა გაკეთებულები მასეთ მოაყროა ღმერთი შენ მანქანა ვერ გევიდა მანქანა ვერ გევიდა რა ვერ გევიდა და ბიჭო ამით რომ მიაჭერ ამას შეხედე ჩაიხუთა ხაის მაშინ მოსაკმ ეს რეალო თქვენ პაპას საძმო შემოგდის უკანა ხნა ხაირი ცოტა კი წავიდა ჩამოსის კიდევ აქ მოთოე პაპას საძმო ამანქანას მენდელები მაჩამოგიო შილმეტლები ერთი რა გეჩინია ბიჭო დეკიდა აბეჩინია გერო ბეჩინია სად მიყვა ლუჩი ვაიმე სად მიდიხარ უჩი ვიდე მაგალა უნდა ისინი ძალიან ჩამოჭი ის უაზი და არ ვიცი ამოვა ვაფშე ამოვა მან გოუ მაგარი გოუ აუ გოუ თუ გაჩავარ ალაფს იმენა სადი აღდულები თემე წყალებს შეგამევლია დაბალია
ბატეთის ტბა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მშვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მოხვიდე და განვიდოდო. ტბა ტყითაა გარშემორტყმული და წყალი ისეთი სუფთა და კამკამა, თითქოს სარკეში იხედებიო. ტბა ლამაზია წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ შემოდგომაში ის არაჩვეულებრივია, თავისი ფერი და ხიბლი აქვს. ბატეთში ბევრი ადამიანი მოდის სასეირნოდ, ზოგი პიკნიკზე, ზოგი უბრალოდ სიწყნარისთვის. ამბობენ, რომ ვინც ბატეთის ტბაზე სურვილის ჩასურჩულებსო, წყალი აუცილებლად დაიმახსოვრებს. ამას მართლა იჯერებენ ადგილობრივები და არც თუ ცოტა ადამიანი ჩამოდის ამისთვის. ტბის გარშემო არის ულამაზესი ბილიკები, სადაც შეგიძლია ისეირნო და მოინახულო ბატეთის ტბის არაჩვეულებრივი ხედები. ქოზიფას მამათა მონასტერი, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე განსხვავებული ადგილია შიდა ქართლში. ეს ადგილი დაარსდა მე-7 საუკუნეებში. სახელწოდება უკავშირდება ქოზიფელ წმინდა გიორგის, რომელსაც აქ განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებენ. მონასტრის კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ტაძარს, გალავანს, მიწისქვეშა სამარხს და დიდ ეზოს. ქოზიფას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალია მიწისქვეშა სივრცე, სადაც დაცულია ქალების, კაცების და ბავშვების თვლები. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა გამყიდველმა გვიანბო, რომ მე-8 საუკუნეში არაბების შემოსევისას ხალხი ეკლესიებს აფარებდა თავს. სამწუხაროდ მტერი ტაძრებსაც არ ინდობდა, შეიჭრნენ და უმაწყლოდ გაწყვიტეს ხალხი. სწორედ ეს თვლები იმ ისტორიულ ტრაგედიის მოწმეა. მონასტრის ეზოში დგას საუკუნოვანი ხე, რომლის ასაკით დაახლოებით 1200 წელია. ამბობენ, რომ ამ ხის შეხება აკრძალულია, რადგან მას განსაკუთრებული ძალა აქვს. საუკუნეების მანძილზე წმინდა ენერგია შეინარჩუნებია. აქვე მდებარეობს უნიკალური ჯვარი, რომელიც წელიწადის თითოეულ დროს იცვლის ფერს. ზაფხულში ოქროსფერი ხდება, შემოდგომაზე მოყვითალო, ზამთარში თეთრდება, გაზაფხულზე კი ღრმა მწვანეს იღებს. მრავალმა დამთვალიერებელმა ეს საკუთარი თვალით იხილეს. ქოზიფას მონასტრის მიწისქვეშა სივრცეში შესვლა ქალებისთვის აკრძალულია და ეს წესი დღემდე მკაცრად მოქმედებს. როგორც ორთუგნის მონასტერში, ასევე აქ სურვილების დატოვების ტრადიცია გავრცელებული არის. ადამიანები წერენ თავიანთ სურვილებს პატარა ფურცლებზე და ხატების უკან ათავსებენ, იმედით, რომ მათი ლოცვა მალე ახდება. ამ ეკლესიის სიტყვებით აღწერა ძალიან ზედაპირულია. თქვენ თვითონ უნდა მოხვიდეთ და დაათვალიეროთ და გაიცნოთ მისი არაჩვეულებრივობა. ამის შემდეგ უკვე წამოვედით, დავიძარით სახლის მიმართულებით, გზაში შემოგვაღამდა, რადგან ძალიან დიდი გზა იყო. ვეძებდით ისევე ადგილს, სადაც დავждებოდით, გავჩერდით სურამში, გავშალით სუფრა და შევჭამეთ. უკვე ჭამის მერე წამოვედით სახლისკენ და გზაში უკვე საინტერესო აღარაფერი მომხდარა. და მოგესალმებით მეგობრებო, ეს ვარ ჩვენ ექსკურსიის შემდეგ. ხო და ეს თეიმური ბევრს ძალიან ბევრს ტიტინებს, იქით ჩემი ძმა თავის სტიქიაშია. აგერ მე, აგერ ჩვენი მანანა მასწავლებელი, ჩვენი დამრიგებელი, ჩვენი და საუკეთესო და აგერ ქოჩიაშვილი, აგერ მათე, აქ ჩვენი კარგი მშობლები, ჩვენი ანა მასწავლებელი, ჩვენი საუკეთესო დირექტორი წინ, ჩვენი საუკეთესო ყოფილი დამრიგებელი ნანა პატარიძე. ესე იგი, მოგესალმებით მეგობრებო. ექსკურსია მოვდივართ სახლში. მოვდივართ, მაგრამ ვერ მოვდივართ, იმიტომ რომ მეძინება ძალიან აღარ შემიძლია. ესენი კიდე თავენ ამ რაღაცა გალუბოი, მალადოი რაღაცა სიმღერებს, ოსა ლაქვია კაშკეთიდან მოდის ქარავანი და რაღაცებს და აღარ შემიძლია მიშველეთ. ქოჩიაშვილი დამადგა ზევიდან თავზე და ელოდება, როდის მოვკვდები, გამჩენებია სვავივით.
იყო მე ჩემ გასვენებაში ლობიანებით გაძღეს. რას დღეს ვერ ჭამა ლობიანები ჩემ გასვენებაში რო ჭამოს. გასვენებაში პიცა არ არის. ეს იყო ჩვენი კლასის ექსკურსია შიდა ქართლში. იმედია საინტერესო იყო, იმედია იმხიარულეთ, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარისხილაკი. შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.